გამარჯობათ, ვაგრძელებთ ყოველკვირაულ ჩვენ რჩევა დარიგებებს თათია ტუღუშისგან. დღესაც მოგაწვდით ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, როდის უნდა მივაკითხოთ გინეკოლოგს, რომელ ასაკში. ერთხელ კიდევ გიხსნით, რომ ასაკს არ აქვს მნიშვნელობა, ქალი გინეკოლოგს აკითხავს და როგორც კი მენსტრუალური ციკლი დაეწყება მას. ეს არის 11 წლიდან, 10 წლიდან უკვე გადმოიწვია, ზოგჯერ არის იშვიათი შემთხვევები 9 წლიდან, მოკლედ როგორც კი მენსტრუალური ციკლი ყალიბდება დაიწყება, მაშინვე მივაკითხოთ გინეკოლოგს. დედებმა თუ დედა არ ფიგურირებს ცხოვრებაში, შეუძლია მამასაც მოგვაკითხოს და იმ დღიდან ვიწყებთ აღზრდას, როგორ, რანაირად, რა უნდა გააკეთოს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი თინეიჯერობამდე და ამ შემდეგ ასაკშიც, რადგანაც ამ დროს ყველაზე სწორი რჩევა უნდა მისცე ბავშვს. ჯერჯერობით მას გოგონა არ ეწ, უფრო ბავშვი ეწოდება, შემდეგ უკვე 14 წლიდან ეს უკვე გოგონა, განსაკუთრებით მასში სჭირდება მას ჩვენი დახმარება და გინეკოლოგების განსაკუთრებით, რომ გაარჩიოს ბევრი რამ ერთმანეთისგან და მიიღოს სწორი გადაწყვეტილება. ამდენი ინფორმაცია უზღვავი არის, გაურკვეველი, საშინელი, ზოგი სწორი, ზოგი არასწორი, ზოგი საზიზღარის და საზიზღრობა მართლაც, რომელიც არ იბლოკება ამ სოციალურ ქსელებსში და ზოგჯერ ფიქრობ ხოლმე, რომ აი მართლა რა ჯობია არსებობდეს ეს სოციალური ქსელები თუ არა და მაინც ხელმისაწვდომია ყველა ბავშვისთვის და ამიტომ ყველას გირჩევთ. აი ჩემი პირადი სუბიექტური აზრია ეს, რომ როგორც კი ციკლი დაეწყება გოგონას, მაშინვე მიაკითხოთ გინეკოლოგს. ჯერ იმიტომ, რომ იწყება ჰორმონალური გარდაქმნები ორგანიზმში, აქვს თმიანობის სიჭარბე, ზოგჯერ არის გამონაყარი, დაყავთ ექიმიდან ექიმში, გინეკოლოგებიდან დერმატოლოგებში. ამ პროცესს ჩვენ გინეკოლოგები, ასე თუ ისე დერმატოლოგთან ერთად ძალიან კარგად ვუძღვებით და მე მყავს არაჩვეულებრივი ჩემი დერმატოლოგი, რომელთან ერთადაც ჩვენ გავდივართ და ვუსახავთ, აი კურსს ვუწერთ, რა უნდა გააკეთოს, რომ ბავშვმა არ იწვალოს და არ გახდეს ამის მსხვერპლი ზოგჯერ და მე კლასში ბულინგის მსხვერპლი ხდება ამ გამონაყრის და ამ თმიანობის გამო და უამრავი პრობლემა იქნება და ეს რომ ავირიდოთ თავიდან. გთხოვთ, რომ მოგვაკითხოთ. ჩვენ ვიწყებთ გინეკოლოგი ჩვენ თათია ტუღუშის კაბინეტი მზად არის მიგიღოთ, ანუ 5 წლიდან გოგონები ბოლომდე მენოპაუზის დაწყებამდე და მენოპაუზის პერიოდში მზად ვარ გემსახუროთ.